არსებულ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში, სოციალური სიდუხჭირის, მყიფე მშვიდობის პირობებში, ცხადია მეტი ალბათობა იმისა, რომ ძალადობრივმა ცნობიერებამ ფართო გავრცელებული ხასიათი მიიღოს. მრავალი სხვა პრობლემური საკითხების ფონზე ოჯახური ძალადობა შეიძლება არ იქნას აღქმული პირველ რიგში გადასაჭირო პრობლემათა რიგში, მაგრამ არაერთი კვალიფიციური კვლევის შედეგებით საკითხი დღეს ისევ აქტუალურია. რამდენადაა აღნიშნული პრობლემა საზოგადოებისათვის საშიში და რამდენად წაადგება მის პოზიტიურად გადაჭრას სახელმწიფოსა და საზოგადოების გაერთიანებული ძალისხმება. სახელმწიფოს, საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციას და თითოეულ მოქალაქეს აკისრია დიდი პასუხისმგებლობა ამ ძალადობრივი კულტურის, ძალადობის ამ ფენომენის აღმოფხრაში. რაც უფრო მეტი, ასე ვთქვათ, რეფორმები ჩატარდება, რაც უფრო მეტი სამუშაო ჩატარდება, საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, სამუშაო იქნება დახვეწილი ამ ძალადობის აღმოსაფრთხელად ახალგაზრდებთან მუშაობის თვალსაზრისით, ეს თავისთავად წინ წაწევს, ასე ვთქვათ, ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ თვითონ ამ პრობლემასთან ბრძოლა უნდა მოდიოდეს ქვევიდან, თვითონ საზოგადოებიდან, უნდა მოდიოდეს თითოეული მოქალაქისგან. ამიტომ ალბათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალიან დიდი როლი ეკისრებათ ამ მუშაობაში. მაგრამ არა მარტო ალბათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვთვლი, რომ თვითონ საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, როგორიც არის სკოლები, თუნდაც ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები, სადაც თვითონ მასწავლებლებს, პედაგოგებს აკისრიათ უკვე დიდი როლი ამ საქმეში. 2007-2008 წელს UNICEF-ის დაკვეთით განხორციელდა ბავშვთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა. კვლევის თანახმად ბავშვთა მიმართ ძალადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 11 წლამდე ასაკის ბავშვთა 79.8% განიცდის ფიზიკურ, 82.3% ფსიქოლოგიურ ძალადობას. 11-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების 44% განიცდის ფიზიკურ, 59.1% ფსიქოლოგიურ ძალადობას, ხოლო 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. დასავლეთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ბავშვთა უფლებების სამსახურის ერთწლიანმა მუშაობამაც აღნიშნული პრობლემის ძალადობის ანალოგიური სურათი აჩვენა. სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა, ძალიან ბევრი кейსი დაკროდა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ დღეს არ არის დაცული და გათვალისწინებული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები და სამწუხაროდ ძალიან ხშირად ვაწყდებით ბავშვის უფლებების დარღვევებს, როგორც ოჯახში, ასევე სკოლაში, საჯარო ასრულებით დაწესებულებებში და სხვა ინსტიტუტებში, რა თქმა უნდა. ბუნებრივია საზოგადოებაში არსებული ძალადობრივი ფონი, არაჯანსაღი გარემო სკოლის მიკროკლიმატზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, ძალადობის დაძლევის პროცესში უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია სკოლას, მასწავლებლებს, საზოგადოებრივ ინსტიტუტებს. რამდენად საინტერესო და ეფექტური აღმოჩნდა ფონდის სოხუმის ინიციატივა, რომელიც მშობლებთან, პედაგოგებთან, ფსიქოლოგის შეხვედრას, აზრთა გაცვლას და ოჯახური ძალადობის ერთობლივად გადაჭრის გზების ძიებას გულისხმობდა. სკოლაში მნიშვნელოვანი არის ფსიქოლოგის ინსტიტუტის საფუძვლიანი დამკვიდრება. მე მინდა ვთქვა, ჩემი გულის ტკივილი, რომ მცირე კონტინგენტიანი სკოლები ვართ მოკლებული იმ ფუფუნებას, რომ ჩვენ გვყავდეს სკოლაში ფსიქოლოგი, მაგრამ ერთიც არის, ფსიქოლოგი უნდა იყოს აუცილებლად კვალიფიციური, რომელსაც ძალიან ხშირად ექნება საუბარი ბავშვებთან, მშობლებთან, ჩვენთანაც ალბათ თვითონ მასწავლებლებსაც გვჭირდება ჩვენ ფსიქოლოგის კონსულტაციები და ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის. ალბათ ასეთ ღია საუბრებში უფრო იტყვიან ბავშვები თავიანთ გულის ტკივილს, თუ რა უნდათ მას, რას ელოდებიან ჩვენგან. ოჯახური ძალადობის პრობლემის ირგვლივ საზოგადოებრივი დისკუსიების გამართვას, საკითხის საერთო სამსჯავროზე გატანას ემსახურებოდა ფონდ სოხუმში ჩატარებული მრგვალი მაგიდა, რომელიც გაემართა პედაგოგების, სტუდენტების, მასმედიის, ფსიქოლოგების, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად. ითქვა ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასმული საკითხის გადაჭრისათვის რელიგიური და საზოგადო მოღვაწეების, კულტურის მუშაკების ერთიანი ძალისხმევა, გაერთიანება იმ ძალებისა, ვისაც რეალურად შეუძლია საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება. საზოგადოება იცით, რომ მეტნაკლებად ენდობა ცნობილ სახეებს. ამიტომ აუცილებელი არის კულტურის მუშაკების ჩართვა ამ საკითხების მოგვარებაში. იმიტომ რომ მათი უშუალო მონაწილეობით უფრო მართვადი ხდება ეს პროცესი. უნდა იყვნენ მწერლები, მხატვრები,
მუსიკოსები, ჩართულები, ადამიანები, რომლებიც ესთეტიური სიამოვნების მინიჭებას ახერხებენ ადამიანებისადმი და ასევე იოლად შესძლებენ მათი სულიერი სამყაროს ჩამოყალიბებას. ალბათ ეჭვსარ ბადებს, რომ უპირველესად ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური გარემო, კულტურის აღმავლობა და საზოგადოებრივი შეურიგებლობა პრობლემისადმი ყველაზე მეტ გარანტიებს ქმნის ოჯახური ძალადობის გადაჭრისათვის. გარდა ამისა, სპეციალისტებისა და ამ პრობლემის გადაჭრით დაკავებული კადრების, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, იურისტების, პედაგოგების სპეციალური მომზადება ეფექტური საშუალება იქნება სწრაფი და პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად.